მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლები. დღეს ჩვენ სასაუბროდ მოვიწვიეთ პროფესორი კობა არაბული. ეხლა რამ განაპირობა ორი სიტყვა მინდა ვთქვა, რამ განაპირობა ბატონი კობას მოწვევა. რამდენიმე დღის წინ ბათუმში ჩატარდა კონფერენცია, რომელიც ტურიზმს მიეძღვნა, ტურიზმს. და ბატონი კობა გამოირჩეოდა თავისი ორგანიზაციული ქმედებებითაც და შემდეგ სამეცნიერო მოხსენებითაც. ამიტომ ვთხოვე, რომ მოგზაურებული იყო და უფრო დეტალურად მესაუბრა ამ საკითხზე. წერა თქვი, რომ ორგანიზაციული მიმართულებით და ბატონი კობა იყო შიდა ქართლის ერთი პერიოდი ხეთანთიანეთის თავმჯდომარის მოადგილე, ვიცე-გუბერნატორი. შემდეგ იყო და მე განსაკუთრებით მახსოვს ბატონი კობა ქართულ პოლონური უნივერსიტეტი დააარსეთ. ესეთი მოვლენები ძალიან მოხარებს ხოლმე და სულცილად რაღაცა ერთიანი მაინც დავდო და მახსოვს დიდი ხანი იყო. მახსოვს მაშინ პოლონური წიგნი მქონდა თარგმნილი და მოგართვით და გითხარით რომ ბიბლიოთეკა გექნებათ მეთქი და იქნებ გამოიყენოთ და რაღაცა. როგორც ჩანს ასეთ საქმეებში გამართლებაცაც დიდი როლი აქვს და ვერ გამართლა, ვერ წაიყვანეთ. თქვენი როლი შეასრულეთ ძალიან კარგად, მაგრამ ხომ არ იყო დამოკიდებული. პოლონურ მხარესაც გავუშვიდა პრობლემები, აქაც გქონდა ჩვენ პრობლემები, მათაც გქონდათ პრობლემები, მე ჩვენ რაღაც სხვა მიმართულებებს გადავირთეთ და გასაგებია. თუმცა ეხლა მე მხოლოდ ტურიზმზე მინდა ვისაუბრო. სამწუხაროდ საქართველოში ერთი ორი თუ მუშაობს და აუმუშავებს, მეც ეტყობა ვერნიტი ჩვენი ძალმოსილება მეტი აუმუშავებს, ესა ტურიზმი შენებლობა და ასე შემდეგ. ხო და მე მინდა რომ ტურიზმზე უფრო ესე დეტალურად რა პრობლემებია. აი მე ერთად ვიცი 2025 წელს წინა წელთან შედარებით, როდესაც 5 მილიონი ტურისტი შემოვიდა დაახლოებით 2025-ში იკლო ტურიზმის რაოდენობა. აი მინდა ასე იკლო, თუმცა ყველა რაიონში არ იკლო და ყველა მიმართულებით, მაგრამ ზოგადად კლება გვაქვს 4 მილიონამდეა შემცირებული. მე მინდა რომ აი მეტალებზე რა უშლის ხელს, რა მით უმეტეს მიღწეული დონე და ქონოთ რატო ჩამოვედით და რა პერსპექტივები გვაქვს იმისათვის რომ უფრო მეტად განვითარდეს. ერთ ციფრსაც ვიტყვი და მეც აღარ შეგაწყენ თავს. აი მაგალითად რატომ უნდა ვიყოთ უფრო დაბლა ხორვატიასთან შედარებით, სადაც 1000 კაცზე თქვა 5000 ტურისტი მოდის ჩვენთან, მაგის ნახევარია სადღაც. მეც აღარ ვილაპარაკებით ამის სპეციალისტი თქვენ ძალებით და იმიტომ მოგიწვიეთ. ნამდვილად მომძალებისთვის. მე თქვენ იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ხანია გადაცემაში აღარ მიმოწმება არამედ ჩემთვის საკმაოდ კარგად ნაცნობ ადამიანებს, გაცილებით უკეთეს სპეციალისტებს და არა მხოლოდ ტურიზმში. სამაგიერს დიდი თათმობილი კონდაკტები მასაც ფიქრობ არაფერს არ იძლევა, მაგრამ რა თქმა უნდა რაღაც გარკვეული რეკლამას უკეთებს გარკვეული ადამიანებს, ამიტომ 24 საათი ტელეგრამებში არიან, ეს მათ ნემა. Значит, я думаю, что мы должны хоть миллионы туристов, миллионы визиторов садан. Es карги ko tu sudi ko ଆମେ ଯାହାର ସାବୁସାବୁରିଆ ଆମେ ଆମଦାନୀ ରେକର୍ଡ କଣ୍ଟିଜେଣ୍ଟ ko ଖୁବ୍ ମିଲିୟନ ଶିଆଦିନା Если человек конфиденциально мой хватит, я таскаться амдане тасимодис, хоть я туристы модис, карги тут суды кидают, кстати, тхараю, то არსებობს არაერთი ქალაქი და მათ შორის პატარ-პატარა ქვეყნები, სადაც ტურიზმის უზრუნო და ზედმეტმა გადაჭარბებულმა მეთოდამ ადგილობრივი ჩაყლაპა მოსახლეობამ მათი ცხოვრების აზრი საერთოდ გადებით რომ ყველაფერი გაძვირდა, ყველაფერი ჩვენ სხვადასხვა მსგავსი მაგალითები სიგნალი შეგვიძლია აღვოთ და ნამუშევრებთან
ვნახოთ სიგნალის ცენტრში, რომელსაც რაღაცის თავის დროზე გადაღებული სიყვარულის ქალაქი რო გეწდებოდა და ერთი მხედრო უკეთდებოდა რემონტი, ფასადის მხედრო უკეთდებოდა რემონტი ქალაქის ცენტრს. აი იქ დღეს შეერემონტებულ თუ ნაკლებად შეერემონტებულ სივრცეებში სიგნალები რამდენიმე არიან თუ გადავითვლით, ვნახავთ რომ იქაც ძალიან სერიოზული ცვლილება მოხდა. იქ ძალიან ბევრი არასიგნალელი გაჩნდა, ქართველი ცოტა უცხოელებიც ბევრი გაჩნდნენ, პატრონები იმ სივრცეების, ბიზნესების პატრონების, უცხოელებიც საკმაოდ კარგად არიან. ეს არის საკითხი, რომელსაც აქვს თავისი პლუსი, თავისი მინუსი, ისე რომ საფიქროა. საინტერესოა გამახსენდა და უნდა ჩავთა. დაახლოებით იმას გავს ეკატერინე დიდი რო ჩავიდა პრინციპში და ეს სადაც უნდა გაევლო, გაულესეს, გაულამაზეს. ჩვენ ასვამაზებთ სხვა თემა, მაგრამ ფაქტია რომ ძალიან ბევრი ისეთი მასშტაბურად დაწყებული და ძალიან გაფიარებული პროექტები თლად ბოლომდე ასეთივე წარმატებით არ მიდის ხოლმე ჩვენთან ეს სერიოზული პრობლემა. რაც შეეხება თორებს რაკეთ ციფრები დაიწყეთ, მე ციფრებთან დაკავშირებით 2025-ში რატომ შემცირდა, ალბათ მე შემცირებული კიდევ 2024-ში ოტოების 5.5 ეს უფრო საკითხია და ვულკანების 5.5 მილიონი ტურისტი. აი კორიდორამდელი პერიოდში თუ კი აი კორიდორამდელი პერიოდის 2017-18 წლების სტატისტიკას შევხედავთ, თქვა ტოპ 10-ული, ხო, პირველი 10-ული ქვეყნების საიდანაც ყველაზე მეტი ტურისტები შემოდიოდა. ვნახავთ რომ კლასიკური ევროპული ქვეყნები ჭარბობს იქ და ლიდერებიც ევროპული ქვეყნებია. 2024-ის სტატისტიკას რო შევხედავთ, რომელიც თქვენ საერთო ჯამში ჯამური მაჩვენებლით მოგეწონათ, იქ ევროპული ქვეყნები ნაკლებად, ახლა მე რუსეთს, ბელორუსიას და უკრაინას არ ვთვლი ახლა კლასიკურ ევროპულ ქვეყნებად, ესენი კიდევ აქეთ არიან ხო? და ეს საერთო პრობლემის ქვეშ არიან გარკვეული დაგებით. პირველი სამი ადგილი აქ სწორედ რუსულოვან კონტინგენტს უკავია და საერთოდ ევროპიდან ერთი პოლონეთი მხოლოდ და ისიც მე-10 ადგილზე. დანარჩენი ეს არის აღმოსავლეთის ქვეყნები, ეს არის სამხრეთის ქვეყნებიც, არაბული ქვეყნები, შუა აზია და ჩვენი უახლოესი მეზობლები, ხო, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი. აი ეს ქვეყნებია. თავისთავად ცხადია, ვაღლაპარაკობ, რომ ეს კარგია, სუდია, ეს სხვა თემა გასაგრძელებელია ყველაფერი. ის რომ მეზობლებთან ურთიერთობა საერთოდ ნებისმიერ შემთხვევაში კარგია და უნდა გქონდეს მეტნაკლებად დარაგებული ურთიერთობა, ამას ჯერ კიდევ ჩვენი წინაპარი როდის ამბობდა მეზობელი კარისაო სინათლე თვალისაო, ხო? კარგი მეზობლის შირიმი თუ ავი მეზობლის შირიმი კარგი რა იქნება, ხო? აი ესეა და მეზობლებთან ჩვენ მოგწონს არ მოგწონს პოლიტიკურად ჩვენ ასე ვართ ისე ვართ, ხშირ შემთხვევაში მოგივიდეს შემოვართ საუბარი რუსეთი იმპერია, დიახ, კი ბატონო იმპერია, მაგრამ ის ეკონომიკური პარტნიორია, ეგეც ფაქტია, პარტნიორია საზღვარი და თუ კი ვერ ჩამოდის დღეს ჩვენთან ტურისტების სახით, ესენი არიან რუსები. ჩვენი დასახედიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან ჩამოსული დიდი ადამიანების ტურისტები ეს ჩვენი სუბიექტური შეხედულებით ესენი არიან ძირითადად ეს დეზერტირები, რომლებიც გაურბიან სელწმი შეიძლება კიდევ რაღაცნაირად განაცვლო არ მიდიან ომში, თუ არ უნდა ომი და არ უნდა მოკლას ვინმე. და არც თვითონ უაკლდეს თავისთავად ცხადია. მე ყველაზე ნაკლებად აქ უკრაინელებს ვამარცხებ, მისი ქვეყანა იბრძვის, მის ქვეყანაში ჩემი ქართველებიც კი იბრძვიან და სხვაებიც არაერთი და თვითონ მაგრამ აქ შევიდეთ ატარებს დროს თბილისში იქნება ბათუმში თუ სვანეთში. სადაც კი და კარგი დასასვენებელი ადგილები აქვს, ყველგან ძალიან თვალსაჩინო ბევრი არიან. თანაც ახალგაზრდა ისეთი ხალხი ჯანღონით სავსე,
ვისაც იარაღი მიაჩენს ხელში და სამშობლოს იცავდეს. ესე როცა აი ამ ქვეყნებიდან დიდი ოდენობის ადამიანები შევიდნენ, ესენი თრად ტურისტები არიან, ესენი და იმ 2005-ში გაწვევები ადგილზე განაპირობებდა ის, რომ ჩვენთან რაღაც განსაკუთრებული მოხდა და ამ განსაკუთრებულმა ცვლილებებმა დიამეტრალურად შეცვალა ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ. და ეს მათ ქვეყნებში გაწვევები, საკითხები გამწვავდა, ამიტომ ძალიან ბევრმა და დარეალზე რიგები დადგა მანქანების, ის კი არა იქამდე მისულობ მანქანებს ტოვებდნენ, ფეხით მოდიოდნენ, ოღონდ გადმოესწროთ საზღვარზე ჩაკეტვამდე. ეს ყველაფერი ვიცით, რომ მასია, ამიტომ ახლა შეიძლება ციფრები ასე ჩანს და ასე წერთ იწერება, მაგრამ თავის მოწონებულობით ვფიქრობ არის. გაცილებით უკეთესი მაჩვენებლები ჩვენ გვქონდა. არც რაოდენობაში იყო ის ცუდი მაჩვენებლები, 2018-19 ეკოლოგიამდე ჩვენ საკმაოდ კარგი მაჩვენებლები და მაღალი ზრდის ტემპით მოდიოდით და აი იმ მაჩვენებლებში ძალიან მაღალი იყო ხვედრითი სიგნალი ევროპული ქვეყნების მიარავენ რემონტარი საწინააღმდეგო არაფერი არც აზიისთან, არც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან იქნებიან ისინი არაბები, ეგვიპტელები, რაღაცა ინდუსები თუ ჩინელები. ყველა ტურისტი რომელიც ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში, ყველა ფულს იხდის რომელიც ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში და ეს ჩვენ ქვეყნის ეკონომიკას წააგდება რაზეა საუბარი, მაგრამ ტურისტიც არის და ტურისტიც ხო? ძალიან კარგად მახსოვს აგერ ეროვნული ტურისტები ჩარტერ რეისებით, კვირაში 5-6 რეისი ხორციელდება ხოლმე ირანიდან და მე დაიკლო შეჭერდა ის დროც მახსოვს, როცა მაინც ბუხარული არ იყო ხოლმე ჩვენი სასტუმროები აი ამ კონტინენტით. კეთილი განსხვავება არ არის მხოლოდ შიდა კულტურა, საერთო გაცილებით კარგი კულტურული მაცივი ქვეყნებიდან ტურისტები ისინიც ამგვარად და ჩვენ გვაქვს პრეტენზია იმისა, რომ ვართ უძველესი ცივილიზაციის საკმაოდ ნორმალური კულტურის ქვეყანა და რაც ჩვენზე უკეთესი ტურისტები რამდენიც მეტი ჩამოვიდნენ, იმდენი კარგია ვფიქრობ, იმიტომ რომ ჩვენს უკეთესები გავხდებით და იძულებული ვიქნებთ რომ წარმოგვიდგეს გავხდეთ უკეთესი და ჩვენზე უმეტესები ჩამოვიდნენ ხასიათით, ბუნებით და ასე შემდეგ, ისინი თავის მხარეს გადავხრიან. ეს დიახმეთი ციფრებთან დაკავშირებით ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ სხვა ვარაფერი თქვენი ვაჟი ტოპ მენეჯერია სტატისტიკის სამართლოში და ისეთი რამე არა თქვა, რომ მე სადაც ჩვენ რა ციფრები ჩვენ მოყვავს ახლა, ეს სწორედ არის ციფრები, რასაც ოფიციალურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს. მიმართალია სადღაც ცოტაეჩი მეპარება ხოლმე ხანდახან იმის შემდეგ, რაც ჩვენთან ტურისტების მიღებას ტურისტების ოდენობით კი არ თვლიან და აი ვიზიტორების ოდენობით იწყებენ, აი შემოვიდა ამდენი ვიზიტორი და ეს არის ძალიან კარგი და ტურისტები თუ კიდე ნახო იმ ვიზიტორში რამდენია, უნდა კარგად მოძებნოთ, თორე ისე ძალიან თვალსაჩინოდ მაინც არ არის ხოლმე. ანდა მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციაში გაგზავნილი ინფორმაციით, როცა ისინი წლის ანგარიშებს ბეჭდავენ, აი იქ უკვე არის მონაცემები საქართველოს რამდენია ტურისტი და იქ ვიცით რომ 7-8 მილიონი ვიზიტორში, სადღაც 4,5-5,5 მილიონი ტურისტი იყო. ეს არ არის ცუდი მაჩვენებელი ზოგადად, თუ კი შევხედავთ, ვფიქრობ, მაგრამ მეორე საკითხია, მოდით ასე დავსვათ, საკმარისია თუ არა, ან ბევრია თუ ცოტა. შეგვიძლია თუ არა ამაზე მეტის მიღება და თუ მეტი, მაშინ რა შეიძლება ხო? აქ მე ჩემ და სამარცხვინოდაც და ჩემ კოლეგებსაც შემიძლია ჩემ მეგობარ კოლეგებს მეგობრულად უსაყვარლო ისო დღემდე ჩვენ არ გვაქვს გაკეთებული გათვლები იმასთან დაკავშირებით თუ საქართველოს როგორც სახელმწიფოს ქვეყანას, რომელსაც თავის ქვეყნის საზღვრებში გარკვეული სივრცე გააჩნია კვადრატულობით, ასე თუ დაწათვლილი და ამ სივრცეში არის რაღაც გარკვეული სივრცე კიდევ გამოყოფილი ტურიზმისთვის. აი რას წარმოადგენს ეს სივრცე, რა ფართს გამოყოფთ ჩვენ ტურიზმის განვითარებისთვის ქვეყნის შიგნით, იმიტომ რომ ერთხელ მახსოვს დისკუსია
დაცული ტერიტორიების ფართებთან დაკავშირებით, როცა გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი არა მარტო იწონებდა თავის მიერ შესრულებულ სამუშაოს, არამედ კიდევ ახალ გეგმებს სახავდა და ამბობდა, რომ ახლა აი ამ ზონებში გეგმავთ აქ და იმ დროს ჯერ კიდევ სამინისტროები ცალ-ცალკე იყო და ურბანული განვითარებისა და მშენებლობის სამინისტრო იყო ცალკე, მაშინ მინისტრმა უთხრა, ეს ქვეყანა სადღა ავაშენოთ, ის გითხარით, თუ სუნთლად დაცული ტერიტორია რო ვიქნებით, კარგია, მაგრამ ისე რომ ამ მაშინდელ ხუმრობაში არის რაღაც რეალური, იმიტომ რომ ქვეყანას აქვს თავისი მოთხოვნები, ეკონომიკას თავისი მოთხოვნები, ურბანულ განვითარებას თავისი მოთხოვნები, თავის დაუწყადია ყველაფერი უნდა დაეტიოს აი ამ პატარა მიწის ხელისგულის თოლა მიწა ხო საქართველოს, მაგრამ იტევს ყველაფერს, ხო, აი აქ ყველაზე მწვავედ შეიძლება სწორედ ტურიზმის საკითხები დავსვათ. რამდენი ტურისტი შეიძლება შემოვიდეს ქვეყანაში, ისე რომ ჩემს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას, ჩემს ბუნებრივ გარემოს, ჩემს ყოფით კულტურას, იდენტობას, ჩემს ხასიათს, ბუნებას, რომ ზიანი არ მიადგეს. აი ეს არის სერიოზული საკითხი. ეს არის გასარკვევი, ეს არის დასათვლელი ერთხელ და სამუდამოდ და ალბათ მე ჩემი კოლეგებმაც განსაკუთრებით ახალგაზრდებმა დღეს არიან ჩართული, უნდა კეთილი მივიღოთ ხოლმე დავსხდეთ და ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად დავითვალოთ. რამოდენის მიღება შეიძლება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე იმ დაგვარად, რომ ზიანი არ მიადგეს აი იმ უზენაეს პარამეტრებს, რომელთა ხელისხლება ცუდად ეს იქნება დანაშაული ქვეყნისა და ხალხის წინაშე. როცა ეს გვეცოდინება, სხვათა შორის მაშინ შეიძლება, მე შეიძლება ახლა ესეთი აზრი თქვა, მაგრამ უნდა თქვა, შეიძლება ამ ქალაქში გაუთავებელ და ხშირ შემთხვევაში გაუაზრებელ მშენებლობასაც რაღაცა საშუალო დაადგეს ამ ყდობაში. როცა მეცოდინება, რომ ჩემს ქვეყანაში სიყვარულობ 10 მილიონი ტურისტის მეტი არ შემოვა, ვერ შემოვა, იმიტომ რომ მე უკვე ნეგატივები იწყება და დამარხებს, ხო? უფრო მეტი. ასეთ შემთხვევაში ინფრასტრუქტურა, სადაც მე ტურისტისთვის ქმნი და მათ შორის ამ სასტუმროებსაც აღარ ავაშენებ რა. დღეს სადაც გაიხედა 1 კვადრატული მეტრი მოსუფთავ და იცი რომ სასტუმრო უნდა აშენდეს. თბილისში ვაშენებთ სასტუმროებს ერთნაირ. ყველა სასტუმრო ფუნქციურად ყველა ერთი და ერთმანეთის მსგავსია და ადგილები, სადაც ჩვენ გვაქვს ფანტასტიკური ოდენობა რეკრეაციული პოტენციალისა, რომელიც მე და თქვენ ძალიან კარგად გვახსოვს წინა საუკუნეში რამდენად იყო დაკავებული და თუ კი ვინმე ჩამოდიოდა აქ სწორედ იმისთვის ჩამოდიოდნენ, რომ ჩვენთან მინერალურ წყლებზე, სამკურნალო წყლებზე, ტალახზე, ბუნებაში, ქვიშა, აი ეს რომ ჯანმრთელობის რეკრეოლოგიური თვალსაზრისით ჩამოდიოდნენ ჩვენთან და პარალელურად თავისთავად ცხადია ისტორიულსაც ეცნობოდნენ ისტორიულ კულტურულ ძეგლებს და ყველაფერს, ხო, ნახულობდნენ სიამოვნებით, მაგრამ არსებითი იყო ჯანმრთელობა. მეორე არაცხონდა იქაურები 90 წლების სტატისტიკას თუ კი ავიღებთ 4 მილიონამდე ტურისტს მაშინაც ვიღებდით. ძალიან შორს არა ვართ ჯერჯერობით სასულები იმ მაჩვენებლებიდან. მოტივაცია იყო მაშინ ხო სხვა და აი ეს ინფრასტრუქტურა ქონდა ჩვენ, რომელიც დღეს აღარ გვაქვს. ჩვენ ხო ვიცით ყველამ რომ აფხაზეთის ომის შემდეგ აი აფხაზეთიდან იძულებით ადგილნაცვალი მოსახლეობის განსახლებას და მიღებას, ჩასახლებას იმავე წუთში სასწრაფოდ და რაღაც, სწორედ აი ეს ინფრასტრუქტურა შეეწირა, რომელიც აი ამ რეკრეაციული პოტენციალის ბაზაზე შექმნილი დასასვენებელი სახლები, პანსიონატები, სანატორიუმები, აი ამათ გამოიყვანეს მაშინ სიტუაციიდან ქვეყანა, ხო? იქ შევასახლეთ. ბატონო, ეხლა უკეთეს ადამიანს ვისაკითხო, ვისთან დავსვა ეს შეკითხვა, არაბული ბრძანდები და თის პრობლემები განსაკუთრებით თქვენთვის არის ახლობელი და ტკივნეული. აი თის და მთიანი ტურიზმი შესახებ რას ვეთქვი, იმიტომ ლოგიკურად ებმება, იმიტომ აუთვისებელია თითქმის რა. თავისთავად ცხადია. აუთისა და ყაზბეგისა ნაკლებად.
ხო, თავს და ბარს, აი ის რაც თქვით წეგან, რომ უნდა ვიცოდეთ რის რამდენის მიღება შემიძლია და ინფრასტრუქტურა, ადეკვატური ინფრასტრუქტურა უნდა შევქმნათ. ძალიან შემთხვევით არ თქვი, რომ ყველაფერი თბილისში და ბათუმში არ უნდა ავაშენოთ. ეს ინფრასტრუქტურა უნდა ავაშენოთ იქ, სადაც ტურისტი ჩადის. მთაში ტურიზმი დღეს როგორ აგვაქვს? შატილში ტურისტები ადიან, დიახ, ადიან, კი, განარ ადიან. ადიან და უკან ბრუნდებიან. რა შეიძლება ეს არაფერს? ერთხელ სემინარები ქონდა გასვლითი და ბოდიშოხით. ოში ვიყავით დამთავრეთ სემინარი, გარეთ ვისვენების ცოტახანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ და ცოცხალი საუბარი ქონდა. მეთქი აი თქვენ როგორ უყურებთ, რამდენად მოდიან, არ მოდიან, როგორ არა, თქვენ ახლა ესე ცოტა მუქფერებშიც კი წარმოიდგინეთ, ჩვენთან ძალიან ბევრი ტურისტები ამოდიანო. მე დაინტერესდი, კაი ამოდიან, მეთქი მე რას აკეთებენ? აი ამოვიდნენ ტურისტები. აი წინა კვირასო მეთქი მე და მაშინ აფხული იყო. წინა კვირასო 6 ავტობუსი ხალხი ამოვიდაო. 6 ავტობუსი, ნუ 6 ავტობუსი ხალხი არ არის, ხო ცოტა. და მე შევყვე, მეთქი აი ამოვიდნენ ავტობუსები, ამოვიდნენ ცენტრში. მე რა გააკეთეს მოთხარ. ჩამოვიდნენო, სურათები გადაიღესო. მეთქი ფოტოგრაფი თქვენი იყო? არა, თვითონ გქონდათო. ალბათ თქვენაც არ აქ ალბათ ისადილეს ანა. არა, საჭმელი თავისი ქონდა. გასაგები. აქ ფული რაში დახარჯეს? გასაგები. არც არაფერში. აი ამ დაგვარი ექსკურსანტები, ესენი ხო ტურისტები არ არიან, ისინი ერთი დღით მიდის და მოდის იმავე დღეს, ეს არ არის ტურისტი. ტურისტი იქ უნდა დარჩეს. ღამე უნდა გაათიოს. ამ შემთხვევაშია ხო ტურისტი. ის ვინც ჩემთან ჩამოდის, გარკვეული მიზნით, გარკვეული დროით და ასე შემდეგ ეს განსაზღვრებაა მოცემულია ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ეს ყველაფერი განსაზღვრულია და გაწერილია და ჩვენი კანონმდებლობითაც დადგენილია ვინ არის ტურისტი. აი მთაში რო ტურისტი იყოს, იქ უნდა დარჩეს. აი ეს არის სარგებლო. ხო, აი იქ რო დავტოვო სად დავტოვო ერთი? ნუ დღეს ამ პრობლემას მეტნაკლებად ცოტა ეშველა, იმიტომ რომ თქვათ იგივე ხევსურეთში, შატილში ხო რა კითხან შატილი ვახსენეთ. შატილში დღეს კერძო პირები, ბინასასტუმროები გაკეთდა, მაგრამ ხევსურეთში ხო მარტო შატილი არ არის და თქვათ ბარისახო. თუმცა ბარისახოში მოსახლეობა კი არის, მაგრამ იქ სანახავი იმდენად ეფექტური, აი ის რაც პირიქით ხევსურეთში მაქვს, შატილი, მუცო რაღაც, აქეთ არ მაქვს და ამიტომ ყველანი იქეთ მიდიან, აქეთ არ შეიძლება არავინ. ერთადერთი კოშაში თქვათ იქ მუზეუმია, კონკრეტულ ოჯახში მიდიან, მას ყველაფერია გაკეთებული იმისთვის, რომ ნებისმიერ ამბლელ ჩამრევს, უმასპინძლოს და ასე შემდეგ და შეხვდეს იქ მუზეუმი უჩვენოს თავისი გაკეთებული არაბული არტ-ჰაუსია იქ ხელსაქმე და რაღაც ტრადიციული ამით გაცოცხლებულია და აი ეს კოშაში თორე პირაკეთ სხვა ისეთი რო ჩერდებოდნენ, გუდანშიც კი არ ჩერდებიან, იმიტომ რომ აქეთ თქვა თბილისიდან ამოსული ტურისტული ჯგუფი ექსკურსია მძღოლი, ასე ვთქვათ, ის ვინც უნდა გააცნოს იქაურობა თუ აქედან მოყავს, ხო? აქედან მოძდებს. იქ ადგილზე, როგორც ვთქვათ, ადგილზე ექსკურსია მძღოლი, ესეთი ცნება ძალიან ნაკლებად ან საერთოდ არა. შესაბამისად იმის ცოდნაზე და მის სინდის ნამუსზეა, ვისაც მოყავს იქაურობის გაცნობა არ გაცნობა. და როცა გუდანს ისე გაატარებ, რომ არა უხსნი და არ ეტყვი, რომ ეს ხევსურეთის სულიერების ცენტრია. იქ იყრიდა თავს, გაჭირება დალხინების ჟანრს, ხევსურეთი მთლიანად ყველა გვარი. იქიდან წამოვიდა 300 არაგული, იქ სადაც მამულს შეეწირა, იქ დაილოცა, იქ იყო მთავარი დროშ. მაშინ არ როცა ამას ეტყვი, იქ გაჩერდება. შეიძლება რაღაც ფანტასტიკური რაღაცა და რაღაც ახალ იქ ნახავს იქ როგორ არის დღეს თქვათ იგივე ძველი სოფელი და მე კომუნისტების დროს სხვათა შორის რესტავრირებული ახალი გუდანის ვარიანტიც არის ხო? აი შატილი ხო გვაქვს, ძველის გვაქვს და გვაქვს ახალიც. იმ ახალ შატილშიც
2-3 ოჯახი უკვე თავის საცხოვრებელ სივრცეში სასტუმროთ აქვს. 2-3 კოშკიც გაკეთდა. მე მქონდა ბედნიერება ძალიან კარგ ჯგუფთან ერთად, რომელსაც პროფესორი ლადო ბარდოსანიძე ხელმძღვანელობდა თავის დროზე შატილის რესტავრაციის პროექტი შეგვემუშავებინა. სოფლიო ბანკის ფინანსირებით გაკეთდა იქ საკმაოდ დიდი სამუშაოები ჩატარდა, კარტოგრაფიული და სხვა და ძალიან კარგი პროექტი გაკეთდა იმისა თუ როგორ მომხდარიყო რესტავრაცია და აღდგენა იმ ძველი კომპლექსის. წინააღმდეგ ვინ წავიდა იცით? ადგილობრივი მოსახლეობა. აი, თქვენ ვერც მე გავიგე. როგორ ხსნიდა? მარტივად, აი მე ჩემი კოშკი მითხარი რომელია და იმას მე თვითონ მოვლია თქვენი საქმეა. ერთ რამე რაც მიწევდა მიმიწია მithumetes აი თაში პრაქტიკული პრაგმატული საქმიანობითაც დაკარება იმ გუბერნიაში მუშაობის პერიოდში. ერთ რამეს რაღაც ჯერ თავიდან თუდად მოხდა ყურს, მაგრამ მე შევეჩვიე. და მე თვითონაც რაღაცნაირად გავისიგრძე განი. აი თათუშეთში ჩვენი სოფელი ძალიან კარგად ესმის თუშებს და შედეგიც სახეზეა. თუშეთში რამოდენიმე სოფელი მთლიანობაში აღდგა და ერთნაირად კომპლექსურად გახდა ტურისტების მიღების ადგილი. რამოდენიმე სახლი სასტუმროა გაერთიანებული. სადაც რჩებიან? ერთი სადაც რომელიც თქვა ფორმით და ადგილმდებარეობით ყველაზე მოხერხებული იყო სასადილოა. ანუ ყველაფერი ის რაც ადგილზე გაჩერებულ ჩამოსულ ტურისტებს დაჭირდებათ ერთი სოფლის ისტორიული სოფლის არეალი მთლიანობაში მოიცავს მას ძალიან კარგად და რესტავრირებულიც არის აღდგენილიც და თანამედროვე მოთხოვნების დაცულია სანჰიგიენური და ასე შემდეგი ყველაფერი აქვს წყალი ტუალეტი და არის ისტორიული სახით შენარჩუნებული. იქ ეს სოფელი მათია შემოსავალი მათია მისი კი არა ვინმესი პავლესი პეტრესი არა სოფლისა და მე ისინი აწესრიგებენ იმ ყველაფერს როგორ უნდა გაიყო. აი აქეთ მხარეს ყველა შემთხვევაში ჯერჯერობით მე შატილში და ვერა გნებავთ შატილში გნებავთ მუცოში სადაც გნებავთ და გნებავთ ყაზბეგისკენაც მე ხშირად მქონია საუბარი იქნებ გაგეერთიანებინათ რაღაც ნუ ცალკე მარტო ვიღაცას შატილში აი ეს ისტორიული კომპლექსი რომლის რესტავრაციის პროექტი მინიმუმ ორჯერ გაკეთებულია მისი რეალიზაცია ვერ მოხდა ვერც ერთ დონეზე ვერც ერთხელ ვერც ერთ დონეზე ვერანაირად იმიტომ რომ იცით აი ჩემი ყველას კარგად ესმის მაგრამ ის ჩვენია ყველასი და მოდი ეს ჩვენი ერთად გავაკეთოთ აი ეს ჯერ არ გამოდის ისე რომ აქ მენტალიტეტია და ბევრი რაღაცებია შეიძლება ეს ხასიათიც ეს ბუნებაც ბევრი რამისგან არის უკვე ფორმირებული და შეიძლება ამაში ძალიან დიდი როლი ითამაშა აი ჯერ კიდევ წინა საუკუნის 60-იან წლებში ამ იძულებითი გამოსახლების შემდეგ დარჩენილი იცით რა მოხდა შეიცვალა ფსიქოლოგია მათი ვინც იქ დარჩნენ ძალიან შეიცვალა აი როცა საუბარია ხოლმე და მე კანონ პროექტებსთან იცით რომ ახლა შეხება მქონდა უშუალო პირველთანაც მეორესაც ვაკეთებდით ერთად ჯგუფი მთასთან დაკავშირებით და შევეცადეთ თითქოს იქ აგვესახა ერთშიც მეორეშიც ბევრი ისეთი რამ რაც უნდა სიკეთე მოეტანა არ გამოვიდა რაღაცები და ამ ყველაფერში მხოლოდ კანონის რომელიმე მუხლისთან დანაშაული არ იყო არა პრობლემა სხვაშია მე ხშირად მქონია იქ აი 4-5 წლის განმავლობაში როცა იქ თვითონ ვიყავი უშუალოდ მცხეთა-მთიანეთში ვტრიალებდი არაერთხელ მქონდა საუბარი იმაზე რომ აი ამოვლენ მოდით მოვხაზოთ ის არეალები სადაც უნდა ამოვედნენ და დასახლდნენ ის ხალხი ვინც აქედან წასულია მათი შვილები უნდა მოbrunდნენ ადგილზე მოსახლე ხალხი იმ წუთში ეკითხა თქვენ რომ იქ წყვეთ რაღაც ქალაქში რაღაც ყველა ჩვენ რატო არ გეკითხებით როცა ეს ერთხელ მითხრეს ნუ გავატარე მეორედ მე ვიკითხე გეკითხებით მე ვთხარი რა უნდა მითხრათ ისეთ საინტერესო
მართლა ის კი რა იქნება ჩვენ არა ვართო მომხრე რომ ამოვიდნენ ეს ჯერ მორიდებით თქვეს მე უფრო მომატეს ხმას და ტონს და რაღაც ყველაფერი ანუ წინააღმდეგები არიან არიან ახლა წინააღმდეგი მოთვინე გითხებათ თუ საქმეზე თუ სახელმწიფომ ეს მოინდომა რისი წინააღმდეგი იქნებიან ვინმე მათ ეზოგარემოში ამოდის არა მაგრამ რა არის იცით იქ როცა სოფლები იყო ეს იყო 15-20 კომლიანი სოფლები პატარები კი არ იყო როცა ამ სოფლების დაცლა დაიწყო დარჩა 3-4-5 კომლი კარგ შემთხვევაში ხო 10-მდე 1-დან 10-მდე ვითვლით რამდენი სოფელია სულ 250-მდე სოფელი ნასოფლარია ერთი ამდენი მერე აი 1-დან 10-მდე რო ასეთი სოფლები გვაქვს აი ამ სოფლებზეა საუბარი ჩემთვის გაუგებარია ეს ტურისტი ხო შემოსავალია და ესეთი ჯიქური წინააღმდეგობა არა ლაპარაკია ჩვენიანი სასვლაზე მისიანი ის სოფლები სოფლის გაცოცხლებაზე ლაპარაკი ჯერ ანუ ტურისტი რო აუყანო იქ დამხდური ჭირდება ტურიზმი რო განავითარო ხევსურეთში მას თავისი მასპინძელი ჭირდება ხშირად გამიგია იქ სასტუმროებს ავაშენებთ ესენი აშენდება კი ბატონო მაგრამ ვინ უნდა იმუშაოს მე მახსოვს ძალიან კარგად ყაზბეგში აი ეს ცნობილი დიდი სასტუმრო რომელიც თავისი აივნით იწონებს თავს და პარტნიორს ფანტასტიკურია აივნიდან გერგეც და მყინვარებს უყურებ აი ამ სასტუმროში ჩემი სტუდენტები აჭარიდან მუშაობდნენ იქ და ყაზბეგელი ახალგაზრდა ბიჭები ხელშეწყობილები ბირჟაობდნენ ცენტრზე როცა ვკითხე რატო ბიჭებო თქვენ რატო ნუ აი იცით ჩვენ ადგილი არ არის არ მისნავრა ანუ იქ კონკურსი იყო ჩვენ ვერ გავე ანუ ჩვენ არ მომზადებდით იმისთვის რომ თავის ადგილზე თავის სოფელში თავის ქალაქში ემუშავათ თავის რაიონში თრათიმათი დანაშაული არ ყოფილა ნუ თრათიმათი არა მაგრამ მათ აქ სხვა რაღაცა როცა მე გარკვეულ ტერიტორიას განსაკუთრებით მთაში რაღაც არეალს ეკონომიკურ ფუნქციას უსაზღვრავ იქ მაცხოვრებლებს მე ეს უნდა არა მარტო გავაგებინო რაღაც ისე ყურმბოკორით არა უნდა აუხსნა და ისიც უნდა ვასწავლო რა უნდა იცოდნენ რომ აი ამ ეკონომიკურ მანქანაში თავისი ადგილი იპოვონ იქნება რაღაცა კურსები თუნდა და რა თქმა უნდა ყოფილიყო რა თქმა უნდა გაკეთებულიყო რა თქმა უნდა შეიძლებოდა მაგრამ გვაქვს არა გვაქვს ვაკეთებთ არ ვაკეთებთ და დავამთავრებ აი იქ აი მე შეიძლება სწორად არ ხმარობ ამ ტერმინს მაგრამ ამდენჯერ მე ვიხმარე რომ ესეთი ძველი ბურჟუაზიული რაღაც ისეთი აზროვნება ხო ჩამოყალიბდა და საიდან აი ეს 15-20 კომლიანი სოფელი რო დაიცალა და 5 კომლი დარჩა იქ და თანაც დარჩა 1 და 2 წელი ხო არა რამოდენიმე ათეული წელი ეს იქ მათ იქ ამ სივრცის ათვისება დაიწყეს თავისთავად და აღარა სათიბი რა სოფლის იყო ახლა ამ რამოდენიმე ოჯახისა ის სათიბი საძოვარიც მათია თუ კი პატარა სახნავები იყო რაღაც ისიც მათია ახლა მას აღარ აწყობს სხვა არ მიდის ჩვენთან თაში ხო ნუ ხევსურეთში მეტყვიდეს გვაროვნული სოფლებია რა თუ კი ამბობა ვიღაცა მისი ბიძაშვილია ამიტომ მისიანია სხვა არ არის იქ სხვა არავა ვერავა მაგრამ არც ის არ უნდა იცი იმიტომ რომ შემოწმება შემოსავლა აი ის რაც შეეჩვია ამ 15-20-25 წლის განმავლობაში ის უნდა ნელ-ნელა შეამციროს იქ უნდა უკვე სხვა შევიდეს მისი ბიძაშვილი მისი ხო მაგრამ ეს დაბრუნება იქაურების ადამიანელი იქაურების ხო ტურისტების მომრავლებით არის გამოწვეული და რომ მომრავლდება იმას ხო არ დააკლდება იქ რომ მოემატოს კიდე საქმე იმაშია ტურისტებიდან მიღებული შემოსავლით წელგამართული სოფელი ჯერ იქ ვერ ნახეს წელგამართული ოჯახები დაინახეს 1-2 ანუ ის მოც შეძლო სხვაგან ნაშოვნი ფულით აგერ ქვეყნის გარეთ რო გადიან და მუშაობენ და შოულობენ და ღმერთმა სიკეთეში მოახმარეთ ჩამოვიდა აქ გამართა ნორმალური პირობები საცხოვრებელი სივრცე შექმნა და ტურისტების მიღება დაიწყო იქ ის კიდევ უფრო მომძლავრდა წელგამართული გახდა ხო ეს ჩანს სხვასაც უნდა რა თქმა უნდა
მაგრამ აი ჩვენი გქონდა შატილში კონკრეტული მაგალითი ისტორიული კომპლექსი შეგვიძლია მთლიანად გავეცოცხლებინა მაგრამ აი იქ ეს ვერაფრით მენტალიტეტი სხვა არ გამოვიდა ამიტომ ტურისტებზე რომ ვლაპარაკობთ დღეს და ტურიზმის განვითარებაზე მთაში იდეაში ძალიან კარგია დიახ მაგრამ მთაში უნდა განვავითარო რა სასოფლო ტურიზმი აგროტურიზმი ეკოტურიზმი სათავგადასავლო ექსტრემალური რაც გინდა ხო ასეთი მაგრამ ჯერ უნდა სოფელი ანუ მასპინძელი უნდა მყავდეს მე იქ სოფელი უნდა დავაყენო ფეხს დღეს ამბობენ ხოლმე დამთავრებ კი ბატონო აი ხო მიდიან რომ მიდიან რას ტოვებენ ავიდა შატილში ტურისტული ჯგუფი დაათვალიერა გიდი დახვდა იქ და მომსახურებაში ფული გადაიხადეს არა რა თქმა უნდა იქ მსგავსი არაფერი არ არის იმ კედლებს შორიდან უფრო მაღალი ეფექტი აქვს ვიდრე ახლა რომ მიდიხარ და იქ ნახულობ იმიტომ რომ იქ მე ნახულობ უკვე ისიც ჩანს რომ სადღაც ჩამონგრეულია სადღაც იშლება ამას შორიდან არა შორიდან იქნება ესე უფრო ეფექტური იყოს ხო ამიტომ არსებითი ტურისტების რაოდენობა კი არა არსებითი რენტაბელობა რას ტოვებს ტურიზმი ასე ვთქვათ მოდი ტურისტებს დავანებო ტურიზმი ადგილზე რას ტოვებს თუ კი აი ამაში კარგად გავერკვევით და ეს სახელმწიფოს პოზიცია მე მახსოვს დრო როცა ბიუჯეტის კანონზე მუშაობის დროს ეს ჯერ კიდევ დასაწყისში ჩვენი ქვეყნის ფეხზე დადგომის როცა ადგილობრივი ბიუჯეტის თემა არსებობდა ტერმინები დღეს მუნიციპალურ დონეზეა ყველაფერი მე ვლაპარაკობ აი 2003 წლამდე ნუ 6 წლამდე პრინციპში მე 6-ში მიშამ შეგვეცეს ყველაფერი 2003-4 წლებშიც კი ნორმალურ წელგამართულ სოფლებს თავისი ბიუჯეტები ჰქონდა კანონით ჰქონდა სახელმწიფო ბიუჯეტში იყო მუხლები ჩამოთვლილი სადაც იყო პროცენტულად გათვლილი აი ამ შემოსავლის ამ ფორმიდან ამდენი ცენტრალურ ბიუჯეტში ამდენი ადგილობრივში ამდენი ცენტრალურში ამდენი ადგილობრივში აი ეს რომ წასულიყო ადგილობრივ ბიუჯეტში პირდაპირ და არა ისე როგორც მე მოხდა ხო წამოვიდა ყველაფერი ცენტრალურ ბიუჯეტში და მე აქედან იქეთ წარმოდგენილი პროექტების მიხედვით როგორც ჩათვლის სახელმწიფო და ასე შემდეგ ის რაც ადგილობრივ ბიუჯეტში უნდა ყოფილიყო ის უნდა ყოფილიყო პირდაპირ მაგრამ ამოღების მექანიზმი უნდა ცენტრალური რისგან შემოსავლებს აი ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსავლების საშემოსავლოდანაც კი მიდიოდა პროცენტები გაყოფილი იყო მაგრამ ეს იყო ადრე ახლა აღარ არის სხვა რომელიც შემოსავალი შეიძლება ხოლმე მოსახლეობის მთელი ჯგუფი იყო გაწერილი რომლებიც ადგილზე რჩებოდა ადგილზე პირდაპირ მაგრამ სასაცილო იყო რომ იქ შეიტანეს სათამაშო ბიზნესის გადასახადი ახლა რომელი მთის სოფელში ვინმე კაზინოს გახსნიდა და იმის გადასახადს დარჩებოდა ადგილზე მაგრამ ნუ ფაქტი იყო ცელად ისეთ ტურისტების რაოდენობა მთის სოფლებში ჩვენ შეიძლება გაგვეზარდოს რაღაც გააჩნია რომელი წლებს შევადარებთ ხო მაგრამ აი ამ გაზრდილი ტურისტების ოდენობიდან ადგილზე რაიმე სასიკეთოდ რამდენად შეიცვალა ან არ შეიცვალა ეს ცალკე აი ესე შეიძლება ეს ცალკე ახლა ის რაც მოხდა მესტიაში სიტყვაზე ხო უშგულში ზემო სვანეთში როცა სახელმწიფომ უზარმაზარი ფინანსირებები გააკეთა სასრიალოები გააკეთა საბაგირო გზები და ასე შემდეგ და დიდი თანხები დაიხარჯა ხო რომ სვანეთი გამხდარიყო ჩვენ გქონდა რა ბაკურიანი და გუდაური მესამე ჩაერთო სვანეთი და ძალიან კარგია რომ ჩაერთო სვანეთი ზამთარში დასვენების საუკეთესო კარგი ადგილებია ჩემი სტუდენტია იქ ყოფილი ბაზა აქვს კორბუსას შორის მალალო გელოვანი ფანტასტიკური ჰეშკილის ქოხებში თუ კი ვინმე ადის იქ ზეით იმის ანახავად ყველა მიდის კრეატიული ახალგაზრდა ოჯახი მეუღლესთან ერთად ფანტასტიკურად აწყეს საქმე ისე რომ წარმატებული ადამიანები დღეს მთაში ყვანან აი იქ სადაც სახელმწიფომაც უზარმაზარი ფინანსირება მოახდინა ხო მაგრამ მარტო სვანეთი ხო არ არის საქართველოს
ბატონო გობა. წეგან ისეთ საკითხი წამოწიეთ, რომ პოლიტიკურ ხასიათისაა და არ შემეძლია რომ არ ჩაუღრმავდეთ. აი თქვენ რომ ბრძანეთ რომ სასტუმროები თბილისში შენდება, ბათუმში შენდება, რატო იქ არ შენდება? ამას ხო კერძოები აშენებენ და მაშინ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს, მინდა აშენოს. ხოლმე რომ ბრძანებ რომ წადიდა იქ არავინ არ უბრძანებს და არც არავის ბრძანება არ ჭირდება, რა თქმა უნდა, მე ძალიან კარგად მესმის კერძო აშენებს იქ, სადაც ვარაუდობს მაღალ მოგებას. ეხლა მოდით ცოტა ეკონომიკაში შემსხვერპლებით. მე თუ სასტუმრო იქ გავაკეთე, სადაც გვერდზე მინერალური წყალი მაქვს, სამკურნალო და ჩემს სასტუმროს პატარა ვანების მისაღები სივრცეები გავუკეთე და ჯერ ერთი დავასაქმე სპეციალისტები იქ ექიმები ამ სპეციალისტები და მეორე ადამიანს მიეც საშუალება დაისვენოს და ის სიკეთე მიიღოს, რასაც მარტო იქ მიიღებს იმ ადგილზე. ასეთ შემთხვევაში სასტუმროს აშენება თბილისში ჯობია თუ იქ? ანუ სახელმწიფო ამ შემთხვევაში რა უნდა ხდეს? სახელმწიფო რეკომენდაცია შეიძლება გაცეს. სახელმწიფო შეიძლება ურჩიოს. სახელმწიფომ აი იმ სივრცეებთან, რაც მისი გასაკეთებელია, გზები რომ მივიდეს, თუ კი გზა არ არის. სივრცეები დღეს ვისია. მე სამეგრელოში წამიყვანეს, იქ თავის დროზე ძალიან ცნობილი საკავშირო მასშტაბის დასასვენებელი ადგილი იყო. კანის წყალი მოდის აი ესეთი დიდი ტრუბით, აბატეთ ამ დიდი მილით ამოდის ეხლაც და წყალში მიდის. მდინარეს ერთვის და მიდის. პატრონი არ ყავს. კოტეჯების და იმ სახლების საძირკვლები კიდია იქ გარშემო შემორჩენილი. ბაზა იყო დასასვენებელი, კანის სამკურნალო ფანტასტიკური და საბჭოური დროიდან შემორჩენილი. საბჭოური დროის. აი ეს წყალი 90% კალცია. სუფთა კალცი მოდის და მიდის მდინარეში. ტერიტორია ვისია ვიგითხავთ. ჩინელებს აქ შემოკავებული, ოღონდ ტყე ჭირდებათ. ეს არ აინტერესებს. ეს არ აინტერესებს. ამიტომ ამბობ რა რომ იმ რეკრეაციული პოტენციალის რა ნაწილია დღეს გამოთავისუფლებული ან და პატრონ გაუჩენელი, ასე ვიტყოდი, ცუდი გამოთქმა, მაგრამ აი რაღაც ეგეთი პატრონი რო არ ყავს. კლასიკური მაგალითი არის საირმე. აი პირველი ობიექტი რეკრეაციული, რომელსაც პატრონი გაუჩნდა, სწორად მოაზროვნე და დღეს ქსიამოვნებს იქ რო ჩადიხარ, მე ორჯერ გავლით ვარ. მაგრამ აი ის ყურადღება როა იქ შედიხარ სად მიდიხარ დაცვა, ყვავილნარი გაკეთე. ანუ ესთეტიკას, ყველაფერს ერთნაირად მიეხედა და დღეს იქ ის სამკურნალო წყალი, კარგი დასვენების პირობები, ყველაფერი კომპლექსში ერთად მიხედა დატვირთვა მუდმივად არის, მაგრამ კერძოა. როგორ კერძო მთელი საირმეს? მთლიანად კერძოა. მთელი საირმე ხა. მთლიანად კერძოა. ის ბაზა სამკურნალო რაც იყო ის კერძოა და აი კერძო მაგალითი თქვენ თქვით ხო? კერძო ბიზნესმენებმა აი იმას შეხედონ იქ რა გაკეთდა. წყალტუბოში დღეს სახელმწიფოს ინტერესებია, შეიძლება უფრო მეტი ვიდრე კერძოსი, მაგრამ აი იმ პოპულარულ ვანებს წყალტუბო მაგით იყო ხო ცნობილი სამკურნალო წყლებით ვანების მისაღებად. აკეთებს, მაგრამ ნუ ეს სახელმწიფო როდის და რამდენ ხანს და როდის ეკნება იმის შესაძლებლობა რომ ფეხზე დააყენოს ყველა. კერძო სექტორის აქტიური ჩართვა ამაში საჭირო. და კიდევ ერთია საჭირო. მე არაერთხელ მithქვამს მაშინაც როცა ხელისუფლებასთან კიდევ უფრო ახლო ვიყავი, თქვათ, გასაგონად რომ მეთქვა, ხო? ჩვენი ქვეყნის რეკრეაციული პოტენციალი და რესურსები საბჭოური პერიოდის შემდეგ მათი სიმძლავრეები არ დაბითულია. რა ოდენობის წყალი მოდის
სამკურნალო. ეხლა მე ბორჯომზე და ნაბეღლავზე არ ვლაპარაკობ. მათ პატრონები ყავთ და ითვლიან კიდეც და ძალიან კარგად იყენებენ და მშვენივრად ცხოვრობენ, ხო? ვინც მას მოკიდა ხელი მილიარდერია. მაგრამ ჩვენ გვაქვს სხვა არაერთი სამკურნალო რეკრეაციული სიმძლავრე, რომლის სიმძლავრეს წარმოადგენს არ ვიცით. იმიტომ რომ კიდევ ძველი დროის შემდეგ არ შეგვისწავლია. დღეს უკვე შესასწავლია ისიც ის ტერიტორია ვის ხელშია. სახელმწიფოსია თუ ვინმეს. და თუ კი აი ამ სივრცეებს მიზნობრივად გამოვიყენებთ, თუ კი აქ გავაჩენთ აი ამ აუცილებელ ინფრასტრუქტურას, რაც ჭირდება, მაშინ მას პერსონალის დაჭირდება. ადგილობრივი მოსახლეობის სწავლებას მიზანი მიეცემა და სწორი ორიენტაცია მიეცემა, მათ იმას ვასწავლი, რაც მიცემს საშუალებას თავისივე სოფელში დასაქმდეს და ღირსეულად იმუშაოს, ხელფასი კონდეს და ყველაფერი, ხო? ამის საშუალება იქნება. და აი ეს მონსტრი თბილისი ბათუმში ერთად ვიყავით ხო ჩვენი კონფერენციაზე. ადგილობრივი მეგობრები შემხვდნენ, სტუდენტობის მეგობრები, მე განათლებით არქიტექტორი ვარ, საბაზო განათლებით. მე კიდე ბევრი რამ ვისწავლეთ და კიდე დღესაც ვსწავლობთ ახლა. ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ უნდა ვისწავლოთ. სხვებმაც რომ ვისწავლონ ხოლმე, ვინც უნდა იცოდეს აუცილებლად რაღაცები, არ იქნება ცუდი. ახალი ბათუმი რომ ნახე გული გამისკდა. კი, გეთანხმები. და მეგობარს ვეუბნები. შენი ხელი ხო არ ვეუვია მაშინ, მე ვთქვი აი ამ საშინელებაში. კოლეგას. კოლეგა ის არქიტექტორია დღეს და მე кайხანი აღარა მაგდებით გითხარი. ხო, საბაზო განათლების კუთხით კოლეგა. არა, მითხრა და ისეთი გულდაწყვეტილი იყო. არა, მაგრამ ვერც ვერაფერს ვერ შველი საქმე ის არისო რა. არავინ არაფერს ეკითხება. მას არავინ არაფერს ეკითხება. და შეიძლება ასეთი აი ასეთნაირად მე ამით თავის მოწონება და რომ იქ ჩამოვა 100,000 ეგვიპტელი ან ჩინელი ან ვიეტნამელი ამით თავის მოწონება ძვირად დაგიჯდება თორე კი ბატონო. ბატონო, კითხვების მეტი რა არის ამ სფეროში, მაგრამ თქვენ წამოჭერით ეს საკითხი, ამიტომ მინდა რომ ჩაუღრმავდე გიდების საკითხი. ესე იგი, ბევრი მიკითხია და სულ კრიტიკული წერილებია, რომ რაღაც სისულელეებს, რაღაც აბდაუბდებს, რაღაც დაბალი დონის ხალხი, ან და შემოსული ხალხი ვიღაცეები ასრულებენ ამას. არ შეიძლება უფრო გამკაცდეს სერტიფიკატებით, არ შეიძლება რომ ადგილობრივი განისაზღვროს, რომ ადგილობრივი იყოს და იქაურმა არა, სწავლა ადგილობრივსაც უნდა და არა ადგილობრივსაც უნდა. ერთი რამე, იმიტომ რომ რაკი ადგილობრივია, მან ეს ყველაფერი იცის, იმიტომ რომ პაპაბები მოუყვნენ ეს დონე არ იქნება საკმარისი, მაგრამ აი ადგილობრივი რომ მომზადებული იყოს და მას კონდეს ეს ცოდნა განათლება და გიდს რაც შეეხება, ხო? როცა შატილში ავდივარ, ან ხევსურეთში, ხო? რაღაც ობიექტი, იქ უნდა ადგილზე იყოს გიდი. ის ვინც ტრანსპორტში გამყოლი გიდი ვინც არის, ის ვინც გზავრობის დროს ამზადებს ჯგუფს ფსიქოლოგიურად გარკვეული ობიექტის ნახვისათვის, ის იქ რო ჩადის ადგილზე, ის იქ აღარ უნდა ლაპარაკობდეს ბევრს. გასაგებია. იქ უნდა ადგილზე ხვდებოდეს კოლეგა, ვინც იმ ადგილის პროფესიონალია. გეთანხმებით. ვინც იმ ადგილის ყველაფერი იცის. როდისმე იქნება ესეთი? არა, იქნება ყველა ვარიანტი, იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენ არ გამოგდის. მე იყო პერიოდი ხშირად მიწევდა ხოლმე შეხვედრები აი ამ ტურისტებთან. ეხლაც აი ჩემი შვილია ჩართული ამ ტურისტულ საქმიანობაში და მისგან რეგულარულ ცოცხალ ინფორმაციას დღესაც ვიღებ მე იმასთან დაკავშირებით თუ ისინი ვინც ჩამოდიან რა მოწონთ რა არ მოწონთ რა როგორია მათ საერთო დამოკიდებულება და ასე შემდეგ. ჩვენ რაღაცებს ვაფუჭებთ. აქ გიდების მომზადება მათი დონე პრობლემაა დღეს და რატო? ენის საკითხია. ჩვენ ხო ჩვენი თაობა რუსულენოვანი ვიყავით, მე ეს ასე ვთქვათ, დამთავრდა ეს პერიოდი და ერთ დღეში გავხდით ინგლისურენოვანები, ხო?
ყველანი. ტურიზმი ერთენოვანია. მე თქვენ ვიცით რომ არ არის ეს. ბაზარზე მოთხოვნა რა ენებზეა და იმ ენების წარმომადგენლებს თავისი ენასთან დაკავშირებით კარგი გაგებით ვამბობ მე როგორი პრეტენზია აქვთ ეს არის გასათვალისწინებელი შენ მოგწონს თუ არ მოგწონს რუსულ ენაზე უნდა ელაპარაკო და ამის პრეტენზია რო გააჩნია ვერაფერს ვერ ეტყვი საერთაშორისო ენა მასეთი კიდევ ინგლისური ფრანგული ფრანგს რო ინგლისურად ელაპარაკები რა ფრანგს სიამოვნებს რათა ასულოვანი ომი აღარ გახსოვს მათ შორის გვახსოვს ანუ იუნესკოს გაეროს აქვს ხო ის 6 ენა დღეს მიღებული მე ალტეში ვკითხულობ ლექციებს და მეორე ერთი წელია უკვე ერთი წელი ამოტრიალდა მეორე წელი დაიწყება ჩინურის სწავლება დაუწყეს ჩინურ ენას ასწავლიან მე არავარ ენის სპეციალისტი ვერ ვიტყვი ეს რამდენად გამართული პროგრამა ჩინელები არიან ჩართული ქართველები ყავთ ძირითადად ვინც ის ჩინური იციან წმინდა ბაზრის მოთხოვნა გამომდინარე ძალიან სწორია ჩინელები ოდენობა იზრდება მათ შორის ტურისტების ოდენობა იზრდება და როცა ჩინელს ჩინურ ენაზე ველაპარაკები ეს მისთვის ძალიან დიდი პატივისცემაა და ის ორმაგად კმაყოფილი მიდის კი ბატონო მაგრამ გერმანიას რო გერმანულად უნდა ველაპარაკო ფრანგს ფრანგულად და ესპანელს ესპანურად ესეც უნდა ვიცოდე და რუსულს რუსულად სხვათა შორის მე მომწონს თუ არ მომწონს ამდენ პოლიგლოტს კიდე საუნახავ ხო არა პოლიგლოტებზე არ არის საუბარი ერთმა კაცმა ყველა ენა იცოდეს რომ არა არც ამაზე არა მაგრამ თუ კი გიდი ამბობს რომ მე გიდი მინდა გამოვიდე მან უნდა იცოდეს რომ ეს რომ მოთხოვნადი გიდი იყოს 2 თუ 3 იქნება მთლად ორ სამენაზე უნდა მას შეეძლოს გამართულად საუბარი რუსულ ინგლისურ გერმანულ და ასეთნაირად ბატონო შეიძლება ამ თემას ნაკლები ეხება მაგრამ რატომაც არ ეხება თქვენი აზრი მაინტერესებს თელავში მოხდა ამბავმა ქვეყნის იმიჯი დააზიანა ტურისტსაც დაარტყა ხო ესია აი გულისხმობს სასტუმროში რომ მოხდა ეს ეხლა ხო წინებში ქორწილების და იმის რა თქმა უნდა ეგეთი რაღაც არ უნდა ხდებოდეს ორი აზრი არის ტურისტი ხელშეუხებელია ასე ვთქვათ სტუმარია და ქართველმა იცის რომ სტუმარი ღვთისაა ხო იმის ცემა ლამაზიდან შეურაცხყოფა საერთოდ არ არის ლამაზი მაგრამ არის ერთი ნიუანსიც რა მიზეზებს თუ შევყვებით შეიძლება სულ სხვაგან მივიდეთ და რა მხედველობაში ორგანიზებული ტურიზმის შემთხვევაში მსგავსი რამ იშვიათად რომ მომხდარიყო იმიტომ რომ იქ იმათ აი სტუმარს ადგილები მოაღები ადგილებრივი ეყოლებოდა ვინც ეტყოდა რომ ის რაც დაბლა ხდება ეს რა პროცედურაა იმიტომ რომ როგორც მე ვიცი შეიძლება ვცდები მასაც რაღაც არა აქვს სწორად გაკეთებული იმ ხალხთან მიმართებაში ანუ სად როგორ უნდა იქცეოდეს ჩამოსული სტუმარი ამის სტანდარტები არსებობს ტურიზმის სოფლიო ორგანიზაციამ მიღებული აქვს კოდექსი ტურისტისა ქცევის ნორმები გაწერილი სადაც შავით თეთრზე წერია რომ ტურისტი უვალდებულია ჩასვლის ქვეყანაში პატივისცემს და გაგებით მოეყოლას როგორც დაწერილ ასევე დაუწერელ კანონებს ანუ ტრადიციებს პატივისცემს ანუ მოკლედ რო თქვა ქართულად სოფელში შეყოლ ისეთი ქუდი დაიხურება აუცილებლად და რატო ვამბობ მე ორგანიზებული ტურიზმი დღეს ჩვენ გვაქვს ეს პრობლემა ძალიან სერიოზული თქვენი სტატისტიკა მოიყვანეთ ძალიან 2025-ის და 24-ის 2024 წლის სტატისტიკა გაანალიზებული ჩვენი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შემდეგ ციფრებსაც ამბობს ჩამოსული ტურისტების 95% თვით დინებით შემოსულიაო ანუ 5000-ზე მეტი ტურისტული კომპანიის მიერ ამბობენ ამდენია ნამეტანი ბევრია მაგრამ ამდენი არასიზამ
სულ 5% რჩება. ანუ ჩვენი ტურისტული კომპანიები და მათი მთელი ეს ბრავირება ტელეკამერების და იმის წინაშე ის 5%-ია მარტო ის არის ორგანიზებული ტურიზმი. იმიტომ რომ თვითდინებით შემოსული ტურიზმი თვითონ ჩამოვიდა და აქ ეძებს მე ვიღაცას იქნებ წამიყვანოა ეს მაჩვენო და მე აქ იწყება ის პრობლემები, რაც მე ხან ჩხუბში, ხან მოპარვაში რაღაცის, ხან წამოწყებაში და რაღაცაში იზრდება ხოლმე. იმიტომ რომ ტურისტმა აღარ იცის როგორ მოიქცეს, არც მას არ ჭკუის მასწავლებელი, არც დამრიგებელი, არც იმის ამხსნელი, სადღაც რომ გავედი ქალაქიდან რომელიღაც მმართველობით, სადღაც რაღაც რო არ შეიძლება და ეს წესილა იქ ადგილზე, ამას მთქმელი უნდა. ამხსნელი ჭირდება. შოგები. უნიფიცირებული შეერთებიანი, მაგრამ ხევსურეთში რაღაც წესებია, ხო? იმის დარღვევას ქართველს არ გაპატიებენ. უცხოეს მithumetes არ აპატიება. არავის არ აპატიებენ, ისაც არ შეიძლება გაპატიონ. სვანეთში არის ესეთი ადგილებზე შესვლა არ შეიძლება. არა და ტურისტი დაადენ ყველგან მიდის. გახსოვთ პერიოდი კომუნისტების დროს, მახსოვს პრავდაში რო იყო სტატია დიდი. ვიღაც კაცი, ჟურნალისტი, ვინც საქართველოში დავით გარეჯზე ნახა ამოჭრილი ჩვენ საღებავით დაწერილი მე ვიყავი ჩვენ ვიყავით აქ ვანია კატია პეტია რაღაცა და გიპოვიდა იმ ხელს მოგაჭრიო რო წერდა ერთი ამბავი ატყდა მაშინ და მე ჩვენ გაზეთებში მაშინ გავინახეთ რომ თურმე დავით გარეჯზე კი არა ჯვარზე სვეტი ცხოველზეა მინაწერი ცოცხალი ხალხისა ვისაც ეპიტაფიები და წერეს თავის თავზე იქ ჭალებში თავის თავზე ყველაფერი ეს და როგორ საზაფხულო ფორმებით, ანუ პლაჟის ფორმებით რომ ეკლესიაში დადიოდნენ ხომ. შროპალცები და ეს ყველაფერი რომ დამთავრებული იყო, სოფლიო ტურისტული ორგანიზაციამ მიიღო სტანდარტები და ნორმები. ტურისტი ვალდებულია დაიცვას ჩემთან ჩამოსვლის შემთხვევაში ჩემი ცხოვრების ნორმა და წესი. მაგრამ ეს მას უნდა აუხსნას მისმა ჩამომყვანმა. ამიტომ რაც მეტად გავზრდით ორგანიზებული ტურიზმის ხვედრით წილს, რაც ნაკლები გვეყოლება თავისით ჩამოსული სადღაციდან რო არის ის სად არის მოსული და ისიც არის ის რა უნდა ნახოს, აი ამათი ხვედრით წილს მეტად შემცირდება, იმდენად დაცული ვიქნებით მსგავსი სისულელებისაგან. სასურველი იქნება რაღაც ბუკლეტები გაკეთდეს მოკლე დიდი რა ვიცი და საზღვრებზე შემოსულებს მიეცეთ და წყალსაჩინოებისათვის ტრადიციების და საზღვრებზე მიეცეთ ნუ ესეც ალბათ შეიძლება ესეც მიეცეთ მაგრამ რა ჩემ ქვეყანაში ნუ შეიძლება არ არის საზღვრის საქმე კიდე გეუბნებით ჩვენ თუ ტურიზმი გვინდა ტურისტული კომპანიები უნდა დადგნენ ფეხზე ტურისტული კომპანიებმა უნდა თავისი სათქმელი სიტყვა თქვან, ტურისტული კომპანიებმა უნდა შემოიყვანონ ტურისტები ორგანიზებულად ნებისმიერი ქვეყნიდან, მათ უნდა გაიჩინონ პარტნიორები, არ უნდა ელოდონ აქ ჩამოსულს გზა მე რუსთაველზე გამოჭერა წაიყვან შენ თვითონ ჩამოიყვანე, მიხედე თავიდან ბოლომდე. ჩვენ ქვეყანაში ტურისტები არ ჩამოდიოდნენ? როგორ არ ჩამოდიოდნენ? შოგები. Adolgo, თქვენ პრაქტიკა არც მოსაწყენი იქნება, არც ბოლო არ ექნება. ჩვენი სამწუხაროდ დრო ამოიწურა. ეხლა როგორც ვლაპარაკობდით, იქნება კიდე შევხვდეთ და აი მაგალითად ბატონი კვარაცხელია. წერა შეხვდა ჩვენ ბატონი ნიკოც თანახმა. ძალიან არიან ძალიან კარგი ადამიანები, ვინც ძალიან კარგად იციან ეს საქმეები. კაცილებით ჩემზე კარგი სპეციალისტები ბრძანდებიან. მათგან ვსწავლობთ დღეს უყველად მოხარული ვარ მათთან ერთად ვარ აი ამ სწავლის პროცესში წარმოიდგინეთ ახლა თქვენ მთა წერან თქვენ ესე შემოიტანეთ ეს თემა მაგრამ ვერ შემოვიდა იმიტომ რომ დიდია პრობლემურად და ესე ერთი შემოტანით ვერ შემოვიდა ტურიზმზე რომ ვილაპარაკოთ და მთაზე ხო თისტური ეს ერთი პრობლემაა აგერ გიდები თქვით კადრების მომზადება გვინდა მარტო მომზადება გადამზადება კვალიფიკაციის ამაღლება სერტიფიცირება ეს მთელი კომპლექსია ეს ძალზე პრობლემაა ძალიან კარგი იქნება ჩვენ კოლეგებთან ერთად ამაზე დისკუსია მაგრამ თუ კი შევძელით და გამოვიდა ესე რომ აი ცოცხალი მე არ ვეძახი მათ ოპონენტებს მაგრამ როცა
ტურიზმის განვითარების რაღაც საკითხებზე ვიმსჯელებთ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელი რო იჯდეს აქ და ის თავის სათქმელს ამბობდეს, ანუ მინიმუმ ისმენდეს მე. ცოცხლად ისმენდეს და ან ამბობდეს რომ არა ხართ მართალი, ან ამბობდეს რომ კი, მართალი ხარ და ვიფიქრებ. ესეც კი საქმე იქნებოდა, ესე რომ აი ასეთი აუდიტორია გაცილებით ჩვენ ვფიქრობთ ახლა მაგაზე, სეულში იცით თქვენ გვექნება ოქტომბერში სერიოზული კონფერენცია მთის საკითხებთან დაკავშირებით და აი გვინდა იქ სეულში თუ ბათუმში. არა. ოქტომბერში სეულში ჩვენთან ჩავატარებთ დიდ კონფერენციას საერთაშორისო, სადაც გვინდა ჩამოვაყალიბოთ სამეცნიერო ანალიტიკური ესეთი პლატფორმა მთის პრობლემატიკასთან მთლიანობაში ერთნაირად მოქცეული, სადაც ჩვენი პარტნიორები გვინდა რომ იყვნენ სახელმწიფო პირველ რიგში, რეგიონული განვითარების სამინისტრო, ქონდა მათთან საუბარი და უკვე მასალები აწყვია მათთან და ეცნობიან, გარემოს დასვა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აი ამ ფორმატით, მეცნიერებათა აკადემიის მთიანი პრობლემების კვლევის მუდმივი მოქმედი კომისია ჩვენი პარტნიორია, ინსტიტუტები, სხვა სასწავლებლები და აი აქ ახალგაზრდებთან ერთად ძველ გაზრდებიც და აი გვინდა შევქონათ პლატფორმა, სადაც აკადემიურად, დინჯად, ერთობლივად ვიმსჯელებთ საკითხებზე და ამ ნამსჯელს მე ვაქცევთ რეკომენდაციებად, კანონპროექტებად, მოსაზრებებად, პროექტებად და ამით მოვამარაგებთ ხელისუფლებას. აი ესეთია ჩვენი მონახაზი. წარმატებებს გისურვებთ ბატონო კუბა და მადლობას გიხდით რომ მომძამდით და საინტერესოდ ისაუბრეთ. ყოველთვის ვიქნებით. კი ბატონო, პრობლემა არ არის. კარგად წადებოდეთ. Thank you.